საღამო მშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ პირველ არხს და ჩვენს გუნდთან ერთად აქტუალურ თემას წარმოგიდგენთ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა სტატუსის შეწყვეტა. ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება შეანათქვამი. გიორგი შალუტაშვილის ამ გადაწყვეტილების შესაბამისად იმ 10 სტუდენტს, რომელთა სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებითაც მიმართა მას ეთიკის კომისიამ შეუძლია სწავლა განაგრძონ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მოვლენათა ქრონოლოგია კი ასეთია. რამდენიმე დღის წინ ეთიკის კომისიამ 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე კი გაფიცულ სტუდენტებს ახალი არჩევნების დანიშნისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით უნივერსიტეტის შესასვლელის ნაწილი ჰქონდა დაკავებული. ისინი რექტორისგან ასევე დაკავებულების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას ითხოვდნენ. მოგვიანებით კი ეს პოზიცია გიორგი შალუტაშვილის გადადგომის მოთხოვნით შეიცვალა. უნივერსიტეტში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა დადგა და ამ მიზეზით გაფიცულ სტუდენტებს ტერიტორიიდან დროებით ალტერნატიულ ადგილას გადასვლა შესთავაზეს. ამის უზრუნველსაყოფად პოლიცია გამოიძახეს, რასაც სტუდენტების დაჯარიმება მოხდა. სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების ნაწილი ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას არ იზიარებდნენ. საბოლოო დირექტორის გადაწყვეტილებით სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყდათ, რა გეგმები აქვთ თავად სტუდენტებს და აპირებენ თუ არა აუდიტორიებში დაბრუნებას. მაყურებლისთვის ცნობილია, რომ დისკუსიაში რექტორის მონაწილეობაც იყო დაგეგმილი, თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გიორგი შალუტაშვილი ფიქრობს, რომ საკითხი ამოწურულია სატელევიზიო დებატებისთვის და ის გადაცემის მიმდინარეობისას ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. იქამდე კი ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან სტუდენტები ნინი გოგია და თემო ვაჭარაძე. მოგესალმებით. მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ნინი, მოდი თქვენგან დავიწყებ. უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა, ნათქვამია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც გავიგეთ ისიც, რომ თქვენ არ შეგიწყდებათ სტუდენტის სტატუსი. საინტერესო არის, რა გეგმები გაქვთ, რას აპირებთ ახლა დაუბრუნდებით ამ შემთხვევაში აუდიტორიას, გააგრძელებთ პროტესტს თუ პროტესტის გაგრძელების პარალელურად განაგრძობს სწავლას? მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა სინდისის პატიმარს და ეთერი ხალხს. რაც შეეხება ამ ყველაფერს, მინდა დავიწყო იმ ყველაფრით, რომ უბრალოდ გითხრათ, როგორ ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის მიერ მიღებული კოდექსი ძალიან ბევრ რაღაცას და უბრალოდ ერთ ფრაზას წარმოგიკითხავთ. ეთიკის კომისია განათლების მინისტრის ბრძანებით არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტების დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე. პირველ რიგში ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ეს არის, შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ ჩვენ როცა მეილი გამოგვეგზავნა, სადაც იყო ნახსენები, რომ იმართებოდა კომისია, სხდომა, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი, შეწამულის ამბავი, არ იყო დაკონკრეტებული, ვის ეხებოდა, რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ყველაფერს, რომ შეიძლებოდა ჩვენ სტატუსი შეგვწყვეტოდა და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, საღამოს 8 საათისთვის მოვიდა დაახლოებით ეს მეილი და ჩვენ დრო გქონდა 10 საათამდე, დილის 10 საათამდე, რაც გონივრულივა და ნამდვილად არ არის. ამის გარდა თვითონ მათ გამოგზავნილ მეილში არ არის დაკონკრეტებული, რომელმა ჩვენგანმა რა კოდექსი დავარღვიეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვეთ არაერთხელ და მათ შორის დღეს შევიტანეთ განცხადება, რომ დასაბუთება მივიღოთ, რას გვედავებიან კონკრეტულად, იმიტომ რომ ამ განცხადების მერე, რომ ჩვენ აღარ გვიწყდება სტატუსი, ამ განცხადებაში წერია ასევე ისიც, რომ მივიღეთ გაფრთხილება. თუმცა რასთან დაკავშირებით მივიღეთ ჩვენ ეს გაფრთხილება, დღემდე უცნობია ჩვენთვის და დღემდე ველოდებით უნივერსიტეტისგან, რომ ეს ყველაფერი მივიღოთ. ნინი, განცხადებით მიმართეთ უკვე, რომ განცხადებით მივმართეთ არაერთხელ უკვე და ჯერ ამასთან დაკავშირებით დასაბუთებული პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ შეიძლება ითქვას ისიც, რომ თავიდან თუ ჩვენ თვლიდით, რომ სტატუსი არ უნდა შეგვწყვეტოდა, რა თქმა უნდა, ახლაც ასე ვთვლით და არ ვიღებთ არც ამ გაფრთხილებას, იმიტომ რომ სრულიად დაუსაბუთებელი და არალოგიკურია ეს ქმედება და სანამ არ მივიღებთ დასაბუთებას, მანამდე რა თქმა უნდა არ ვაპირებთ იმას, რომ თუნდაც შევიდეთ ლექციებზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პირველ რიგში კანონს და მეორე რიგში ჩვენს მორალს, რაც ყველაზე მაღლა დგას.
თემო, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც გახდა ცნობილი თქვენ სტატუსებთან დაკავშირებით, საინტერესოა რექტორთან თუ გქონდათ კომუნიკაცია, ან კომუნიკაციის მცდელობა, ან თუნდაც იგივე ადმინისტრაციასთან, ან რა ეტაპზე არის, თუ არსებობს ისეთი საკითხები და რა საკითხები არსებობს, რასაც დღესაც აპროტესტებ და ფიქრობთ, რომ განხილვას ექვემდებარება და უნდა მოხდეს შეხვედრა ამ საკითხზე და განხილვა ამ საკითხების ალბათ პირველ რიგში რექტორთან. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა ეთერისთვის და მინდა დავიწყო მეც სოლიდარობის სიტყვით. სოლიდარობა ყველა ნაწამებ და აქციებზე უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს და ჩვენ არ შევწყვეთ მათთვის ბრძოლას. პირველ რიგში ეს მინდა რომ გავაჟღერო. რაც შეეხება რექტორთან შეხვედრას, რექტორს ორჯერ შევხვდით. ახლა ბოლო 2 დღის განმავლობაში, ოღონდ ეთერთან დაკავშირებით, რომ ეთერში უნდა მოსულიყო ის, პირობა დავდეთ და ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივა იყო, რომ არ გვესაუბრა, იმიტომ რომ ეს თო განგვეხილა ხალხის თანდასწრებით, რადგან წინ ოთხშაბათს აქ იყო მოსული ის და ისაუბრა არ მინდა ტყუილი დავარქვა, მაგრამ მიწევს ასე ქვია და ჩვენ სტუდენტებს არ მოგვეცა იმის შესაძლებლობა რომ პასუხი გაგვეცა ამ ყველაფრისთვის. ამიტომ მოვითხოვეთ ჩვენ ეთერი და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ. ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, რა თქმა უნდა, გაგრძელების საშუალებას მოგცემთ. თქვენს პოზიციას წარმოადგენდა მაკავასაც, რომელიც იმყოფებოდა სტუდიაში. გარდა ამისა, გავუშვით, რა თქმა უნდა, კომენტარები, სტუდენტების კომენტარები. ალბათ აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ 2 სტუდენტის ჩაწერა მოვახერხეთ დანარჩენებმა, უმრავლესობა მიც იქ იყო ადგილზე, რა თქმა უნდა, მათ გულისხმობ. უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებაზეც კი, ასე რომ მოცემულობა ასეთი იყო. დიახ, ვიცი რომ ქალბატონი მაკა ჩვენი მხრიდან იყო მოსული. მადლობა ქალბატონ მაკას, დიდი პატივისცემა ჩვენი მხრიდან. უბრალოდ ამ 83 დღის განმავლობაში ქალბატონი მაკა არ იყო უნივერსიტეტში და პროტესტის არ იყო პროცესებში ჩართული, ვთქვათ, მედიატორის როლი ჰქონდა გარკვეულწილად იყო შეთავსებული თქვენსა და რექტორს. სტუდენტები უშუალოდ 83 დღის განმავლობაში იქ ვიყავით. და ზუსტად ვიცით რა ხდებოდა იმ 83 დღის განმავლობაში. ამიტომ ჩემი აზრით და ეს ქალბატონმა მაკამ იცის ჩვენი პოზიცია. ეთერში ჩვენ უკეთ გავცემდით პასუხს და ჩვენ დღეს აქ ვართ და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. კომუნიკაცია თუ გქონდათ რექტორთან საინტერესოა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ან მათი მხრიდან და მისი მხრიდან თუ იყო, ვთქვათ, შემხოდრი ნაბიჯები, რომ მოდით დავილაპარაკოთ, რომ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ვთქვათ, აკადემიურ სივრცეშივე ამოწურული იყო ის პრობლემა, რა პრობლემაც დადგა ამ შემთხვევაში. მაგ კითხვაზეც აუცილებლად გაგცემთ პასუხს, უბრალოდ დავიწყებ იმის თქმას, რითაც რაც მინდოდა რომ მეთქვა. ნინიამ ისაუბრა კანონიერად, რამდენად ამცდარი არის ეს ჩვენი გაგდების გადაწყვეტილება, რამდენად ალოგიკური და არაკანონიერი, ამოდროულად არის ამორალურიც ეს ყველაფერი, მორალურად გვეწინააღმდეგება ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ეთიკის კომისია გვაგდებს არაეთიკურობის გამო და ამ ეთიკის კომისიაში შედის 7 ადამიანი და 5-მა მოაწერა ჩვენს სტატუსის შეწყვეტას ხელი. აქედან ერთი არის გიორგი ფხაკაძე, რომელიც იყო უნივერსიტეტში რამოდენიმეჯერ მოსული. ერთხელ იყო, როდესაც სიტყვიერი რაღაც დაპირისპირება იყო ჩვენ შორის, სტუდენტებსა და მას შორის და ვიდეოც შეუძლია მაყურებელს ნახოს ჩვენს გვერდზე. რომ ჩვენს თანამებრძოლ სტუდენტს ართმევს კამერას და იქ რაღაც თითის ქნევა და ყვირილი იყო. აქედან ამის შემდეგ იყო, როდესაც ის მოსული იყო სადეზინფექციო რაღაც პრობლემების გამო, რომ გავსულიყავით უნივერსიტეტიდან და მან გვიწოდა სუნიანები და გითხრა რომ წყილები აქ ჩვენ შემოვიყვანეთ. აქ პატარა ჩართვა მინდა გავაკეთო. ბატონმა გიორგი შალუტაშვილმა თქვა რომ სტუდენტები ჩვენ გვაბრალებენო რომ წყილები შემოვიყვანეთო და ამ ყველაფერს რო საზღვარი აქვსო. ეს იყო პირიქით. ისინი გვაბრალებდნენ ჩვენ წყილების აქ შემოყვანას უნივერსიტეტში და მართლა ხო ყველაფერს საზღვარი აქვს. ამიტომ გიორგი ფხაკაძე ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ გვიწოდა სუნიანები და გითხრა რომ წყილები ჩვენ შემოვიყვანეთ. ჩვენი პატიმრების ბანერებს, სადაც პატიმრების სახელები ეწერა, უწოდა ძონძები. და ამ ადამიანმა მიიღო ჩვენი გაგდების გადაწყვეტილება. ასევე კომისიაში შედის გიორგი სიხარულიძე, რომელიც არის ერთ-ერთი ლექტორი, პროფესორი და გუშინ გავრცელდა ვიდეოც
ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი, რომელსაც უკვე სტატუსი შეუჩერდა ოღონდ ამ თემების გამო, ხა რასაც შევეხები, თქვა ვისაუბრა ეთერში, რომ გიორგი სიხარულიძემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დედა აგინა და ფიზიკურად წამოიცია და უთხრა რომ ძვლებში დალეწავდა. აი ეს ადამიანები ჩვენ გვედავებიან ეთიკაზე და გვეუბნებიან რომ არაეთიკურები ვართ. ზუსტად ამიტომ ვთვლით რომ ეს კომისია თუნდაც თუ კანონიერი იქნებოდა არის ჩვენთვის მიუღებელი და არ ვცნობთ მათ გადაწყვეტილებას. ეს შესაბამისად აპირებთ პროტესტის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, პროტესტის რა ფორმით როგორ გასაგებია რომ აუდიტორიებში შესვლას არ აპირებთ, როგორც უკვე თქვენც თქვით, ხომ ნინი? რა ფორმით აპირებთ პროტესტის გაგრძელებას? ფორმებზე ასე ცალსახად ვერ ვისაუბრებთ, უბრალოდ არ ვაპირებთ ჩვენ გაჩერებას და პროცესები თვითონ მიგვანიშნებს როგორ უნდა წარმართოთ ის. ჩვენთვის თავარი არის რომ გვაქვს მიზანი და ეს მიზანი არის რომ ამ ქვეყანაში უსამართლობა არ გახდეს ნორმალიზებული და ის ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი იყოს თავისუფალი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და რისი დამატებაც მინდოდა ეს არის ის რომ ამ დაბრუნებით ჩვენი უნივერსიტეტში დაბრუნებით თუ ვინმეს გონია რომ პრობლემა აღმოფხვრილია და ჩვენ ამის გამო რამეს არ გავაპროტესტებთ ან ბოდიშს მოვიხდით ან გაფრთხილებას მივიღებთ იმაზე რაც არ ჩაგვიდენია გიორგი შალუტაშვილმა თქვა რომ პროტესტი არ არის პრობლემა ამ შემთხვევაში. ფორმებზე იყო საუბარი. კი, უბრალოდ ეს ადამიანი საუბრობს რომ პროტესტი არ არის პრობლემა. რომელმაც მიიღო არაერთი გადაწყვეტილება, თუნდაც თავისივე გიორგი ფხაკაძიდან დაწყებული არაერთი იქ მომუშავე ადამიანი ყოველ ჯერზე უშლიდა ჩვენს პროტესტს ხელს და ამის ჩამოთვლა შეგვიძლია დავიწყოთ, რომ თუნდაც პირველივე დღეებში, როცა ჩვენ გიორგი შალუტაშვილს ველოდებოდით, რომ მოსულიყო და კომუნიკაცია ქონდა ჩვენთან. მოვიდა დილის 6 საათზე და გარეთ რამოდენიმე ადამიანი, ჩვენი სტუდენტი რომ იმყოფებოდა, ის იძახდა, რომ ეს არის ულტიმატუმი და არ შემოუშვა იმის მიუხედავად რომ ვეუბნებოდით რომ გარეთ იყინებიან ეს ბავშვები. ამის შემდეგ იყო შემთხვევა როცა გამოთბობლები გვინდა და შემოგვეტანა იმიტომ რომ უნივერსიტეტი არ თავდა გათბობას უნივერსიტეტში და გვითხრეს ისიც რომ ამით ფულს ზოგავენ ეს ადამიანები და ჩვენი გამოთბობლების შემოტანის უფლებასაც არ გვაძლევდნენ. და გიორგი ფხაკაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ თქვენ პროტესტიც გინდათ და გათბობა, ეს ყველაფერი ერთად ვერ იქნება. ამის შემდეგ იყო პრობლემა, რომ ბანერები როცა ჩამოვკიდეთ, არ გვიშვებდნენ არც მეორე, არც მესამე სართულზე და გვიწევდა გარეთ კიბიდან ჩამოკიდება ამ ბანერების და როცა ბანერები ჩამოვკიდეთ, იყო შემთხვევა, როდესაც ჩაკეტეს კარები, მე და თემა ორივე შიგნით ვიყავით მაგ პერიოდში 72 საათი ან 70 საათი დაახლოებით და საჭმლის შემოწოდებაზე გვითხრეს, რომ ამის უფლებას არ მოგცემდნენ, არც ერთმანეთის ჩანაცვლების უფლებას არ მოგცემდნენ და გვითხრეს, რომ ზუსტად ვციტირებ, ღრიჭოდან შემოგაწვდით საჭმელს, კარის ღრიჭოდან. გადაცემაში განაცხადა ბატონმა გიორგიმ რომ საკვების შეწოდების პრობლემა არ არსებობდა, აქ უსაფრთხოების სამსახური ამას შეუფერხებლად უზრუნველყოფდა. ამაზე ჩვენ ვიდეო მასალა გვაქვს სხვა შესასვლელიდან მივაწოდებდით საკვებს. ვიდეო მასალა გვაქვს დადებული თანამ ყველაფერთან დაკავშირებით, სადაც დაცვის წევრი, დაცვის უფროსი ამბობს, რომ ღრიჭოდან შემოგაწვდით საჭმელს. მას შემდეგ რაც ადამიანები მოვიდნენ გარეთ, ჩვენი სტუდენტები და მეგობრები და ითხოვდნენ კარის გაღებას, მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მშობელმა გამოიძახა პოლიცია, მერე უკვე გვითხრეს, რომ უკანა კარიდან ჩუმად შემოიტანდნენ საჭმელს. ამიტომ ეს არის სრულიად სიცრუე, რომ იქ არანაირი პრობლემა არ დავაზუსტოთ, თავარი იყო კარის გაღება თუ საკვების შემოტანა, რადგან ეს ვთქვათ ბატონმა გიორგიმ ამ ტიპის განცხადება გააკეთა, რომ ერთგვარად ანუ კარის გაღებაზე იყო აქცენტი გაკეთებული და არა საჭმლის გამო ეს ადამიანი მაგრამ არსებობდა სხვა სივრცე, საიდანაც უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისთვის იყო ასე საჭირო, როგორც ბატონმა გიორგიმ განაცხადა და სხვა მხრიდან იყო შესაძლებელი ამ საკვების თვითონ შემოწოდება. ამაზე უარი განაცხადეთ? უკანა კარის ღრიჭოზე იყო საუბარი, საიდანაც საჭმელი უნდა შემოგვეწოდებინა და ის კატეგორიულად ამბობდა, რომ კარი არ გაიღება. და მას შემდეგ უკვე მერე კარის გაღება და სხვა სტუდენტების შემოსვლაც იყო, რომ პოლიცია მოვიდა, თან გვეუბნებოდნენ, რომ ამაზე გადაწყვეტილებას დაცვას აკისრებდნენ მხოლოდ და პოლიციამ თქვა, რომ რა თქმა უნდა უნივერსიტეტში რექტორი იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას და დაცვა დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მაგაზე მეც მინდა ორი სიტყვა. კი ბატონო, გისმენთ. მოკლედ, კარის გაღების პრობლემა არ იყო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავიდოდით, მაგრამ იმაზე რომ ჩვენ ჩავნაცვლებოდით ან ვინმე შემოსულიყო, ან საჭმელი შემოეწოდებინათ, მაგაზე პრობლემა იყო. ის რომ ბატონი გიორგი შალუტაშვილი იმას იძახის, რომ კარები იმიტომ არ იღებოდა, რომ
ისე ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ეს არის სიცრუე. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საჭმელის შემოტანა ვითხოვეთ, გარეთ იყო ჩვენი ორი სტუდენტი, უბრალოდ რომ საჭმელი შემოეწოდებინათ. ჩვენ იმაზეც თავიდან არ ვიყავით წინააღმდეგი, რომ უკანა კარიდან მოხდარიყო ეს ყველაფერი. თან წინა დღეებში უკანა კარიდან ხდებოდა ჩანაცვლება და იმ დღეს რატომ გახდა ეს იმ დღეს, როდესაც გითხრა უარი დაცვის უფროსმა მამუკამ, რომ საჭმელი შემოწოდება არ მოხდებოდა და ჩანაცვლება არ მოხდებოდა და თუ გასვლა გვინდოდა კარი მაგ შემთხვევაში გაიღებოდა მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა ბევრი ადამიანი კარებთან და ეს ხო მოხდა ბანერების გამო, იმიტომ რომ დავკიდეთ ბანერები, რომელზეც ეწერა ხელახალი არჩევნები. და თქვა რომ რა გეგონათ ბანერებს რომ კიდევდით. ხო, აი ეგ მივიღეთ პასუხი. ეს იყო მიზეზი მთავარი, რა გეგონათ რომ ბანერებს კიდევდით. და დავასრულებ ბოდიში. და რომ ამბობს რომ ჩვენ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ეგ არის სიცრუე და ტყუილი. არ მინდა რომ ასე მიწევდეს საუბარი, მაგრამ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და მაგით. რატომ ფიქრობთ ეს? იმიტომ ვფიქრობთ რომ ამბობს რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და კარებს მაგით არ აღებდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარების გაღება ჩვენ თუ გავდიოდით უნივერსიტეტიდან, მაგ შემთხვევაში არ იყო პრობლემა. ჩანაცვლებაზე და საჭმლის შეწოდებაზე იყო და ადამიანები წინა კარებთან მხოლოდ იმის შემდეგ მოვიდნენ, რაც საჭმელი ჩვენ არ შემოგვაწოდეს. და როდესაც ვეკითხებოდით ნინიმ სწორად აღნიშნა, როდესაც ვეკითხებოდით ეს ვისი დავალებით იყო, დაცვის უფროსი გვეუბნებოდა რომ ეს იყო რექტორის დავალებით და როდესაც პოლიცია გამოიძახეს გარედან, პოლიციასაც შემოვიდა პოლიცია და გვითხრა რომ კითხეთ და გვითხრა რომ ეს რექტორის გადაწყვეტილება სხვა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ამიტომ რომ მიძახის რომ მე გადაწყვეტილება არ მიმიღია, ეგეც არის სიცრუე. თან ის ყოველ ჯერზე ამბობს და პასუხისმგებლობას აკისრებს სხვა ადამიანებს. თუ ის ამბობს, რომ დაცვა იყო პასუხისმგებელი ამ დღესაც, ასევე ის ამბობს, წინა ლაივშიც ეს თქვა, რომ დაცვა იყო პასუხისმგებელი, რომ დეზინფექციის შემდეგ პოლიციის გამოძახების დროს დაცვამ გამოიძახა. და აქ ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. თუ ყველაფერზე ვაკისრებთ ვალდებულებას დაცვას და თან ვამბობთ, რომ პოლიციის გამოძახება რა თქმა უნდა სტუდენტისთვის პრობლემაა. და ასევე გავიხსენებ მის სიტყვებს. დასაწყისშივე მან გითხრა პროტესტის დასაწყისში, რომ თუ აქ პოლიცია შემოღვა, მე ვიქნები ადამიანი, რომელიც გადაგეფარებათ და პოლიციას აქ არ მისცემს უფლებას, რომ თქვენ რამენერად დაზარალდეთ. სად იყო მაშინ ეს ადამიანი, როცა ჩვენთან პოლიცია მოვიდა, როცა დაგვეჯარიმეს 5,000 ლარით და თან ალბათ ყველა ხვდებით იმას, რომ სტუდენტი, რომელიც არ მუშაობს, არანაირი საშუალება ესე არ აქვს, რომ 5,000 ლარი გადაიხადოს და ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო და მან თქვა ასევე, რომ მე დავურეკ ერთ-ერთ ლექტორს მაგ დღეს რომ მოსულიყო. ანუ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იქ პოლიცია მოდიოდა. ნინი, პროტესტის განმავლობაში მაინტერესებს რექტორთან თუ გქონდათ კომუნიკაციის პრობლემა. ანუ ამბობთ რომ აი მან ესე გითხრა, ანუ გარკვეული კომუნიკაცია ეპიზოდები იყო ფაქტია. დასაწყისში მე რაც ვახსენე, ესეც პირველ დღეებში იყო. დასაწყისში კომუნიკაცია რომ პოსტი დაწერილი იყო და რატოც შევედით შიგნით რომ ვითხოვდით სოლიდარობის ტექსტს უბრალოდ და გვინდოდა რომ ღირსეული სიტყვა გაჟღერებულიყო ამ უნივერსიტეტიდან, ამ დღეებში იყო ეს კომუნიკაცია, თუმცა მას შემდეგ რაც თვითონ დილის 6-ზე მოვიდა და ყვირილით ამბობდა რომ ეს ულტიმატუმია და კარი არ გაიღება, ამის შემდეგ ის მოდიოდა უნივერსიტეტში, სადაც ჩვენ ვიწექით, გვერდს აგვივლიდა ისე რომ გამარჯვებასაც არ ამბობდა და თან თვითონ ამბობს რომ კომუნიკაცია არ შედგა. კომუნიკაცია არ შედგა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ მისგან მივიღეთ შეურაცხყოფები, მეტი არაფერი და უბრალოდ მე ადიოდა თავის კაბინეტში ისე რომ თავის სტუდენტებს გამარჯვებასაც არ ეუბნებოდა. ამიტომ ამ შემთხვევაში თქვენი ცხადია კომუნიკაცია ვის უნდოდა და ვის არა. და აქედან გამომდინარე მას არ უზრუნია იმაზე, რომ სტუდენტებსა და მას შორის რაღაცნაირად პრობლემები მოგვარებულიყო. იმიტომ რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, სწორი თქვა ნინიამ, შეურაცხყოფების შემდეგ არანაირი სურვილი არ ქონდა მასთან საუბრის და იმ ყველაფრის მერე, როდესაც რექტორი საჭმლის შეწოდებაზე უარს გეუბნება, ჩანაცვლებაზე უარს გეუბნება, გათბობას არ გირთავს და გეუბნება, რომ გათბობას ვერ ჩაგირთავთ, იმიტომ რომ სპექტაკლების გამო ფული უნდა დავზოგო. იმიტომ რომ მაგრამ ცალკე არის სპექტაკლების თანხა ბიუჯეტში და ცალკე გათბობის თანხა. თქვათ ეგ არ არის თქვათ არანაირი პრობლემა, მაგრამ როდესაც თვითონ შენს გათბობას, შენს ნივთს არ გატანინებს, რომ გათბე დეკემბერში, იანვარში, ეგ მაგის შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ სურვილი არ გქონდა. თემოდანინი, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის განცხადება, უნივერსიტეტის სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს გიორგი მახარაძეს, თათა თავდიშვილს,
გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობით და გათავისუფლების მიზნით, მათ შორის მსახიობებზე ანდრო ჭეჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე ნათქვამია ამ განცხადებაში, რომელიც 19 დეკემბრით თარიღდება. რა ნაწილი არის თქვენთვის მეუღებელი, იმიტომ რომ მაგალითად გიორგი ამბობს, ბატონი გიორგი აცხადებს ასეთ რამეს, რომ ეს არის საგანმანათლებლო ინსტიტუცია და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება საგანმანათლებლო ინსტიტუციიდან მაინც მიზანშეწონილი არ არის. კი ბატონო, ის ამბობს, რომ მაქსიმალური შეღავათებით გაათავისუფლონ ადამიანები, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებს ეკისრებათ რაღაც კონკრეტული სადამსჯელო კანონით, რაღაც თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებულები, მაშინ ვამბობთ, რომ არანაირად დამნაშავენი არ არიან. ჩვენ ზუსტად ამას ვამბობთ, ბატონმა გიორგიმ ჩვენ თავიდანვე გითხრა, რომ კი, რა თქმა უნდა, ანდრო უკანონოდ არის დაკავებული და უბრალოდ ერთმანეთს ხდება და შუაში განცხადებას აკეთებს, რაც პოზიციას, ღირსეულ პოზიციას არ ამყარებს ამ ყველაფერზე. და ამის შემდეგ თუ ის საუბრობს, რომ აპოლიტიკური უნდა იყოს პროცესები, მაშინ ერთი კითხვა მაქვს კიდე გუშინ, როგორ მოხდა, რომ ჩვენივე თავზე გადაწყვეტილება, რომ აღარ გვიწყვეტენ სტატუსს, გავიგეთ მინისტრის მოადგილისგან და მერე გააკეთა უნივერსიტეტმა განცხადება. ან კომუნიკაციის პრობლემა რჩება დღის წესრიგში. რა თქმა უნდა რჩება და აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც და მინდა რომ ეს თემა დავამთავროთ თუნდაც რომ პოლიციის გამოძახებაზე რომ დავიწყეთ საუბარი. პოლიციის გამოძახებაც პირველ ჯერზე გაფრთხილება როცა მივიღეთ 15 წუთში მოვიდნენ რომ დავეჯარიმებინეთ და ესეც აღსანიშნავია რომ პოლიციამ გვითხრა მაგ შემთხვევაში არ დაგაჯარიმებთ თუ წერილობითი ან სიტყვიერი თანხმობა გექნებათ უნივერსიტეტისგან რომ თქვენ აქ ყოფნის უფლება გაქვთ. ბატონი გიორგი ამბობს რომ მე პროტესტთან არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ამბობს ასევე იმას რომ თქვენ შეგიძლიათ განთავსდეთ სალაროში რომელიც მაქსიმუმ 5 კვადრატული მეტრია და ასევე არ უნდა ეს მინდოდა მეკითხა დიახ, სადეზინფექციო სამუშაოების პარალელურად იქ საუბარი იყო იმაზე რომ იქ განთავსებულ სტუდენტებს შეგექმნებოდათ ჯანმრთელობის პრობლემა და ამისთვის მათ შემოგთავაზეს ალტერნატიული ფართი რაზრი რომლის გამოყენებაზე თქვენ განაცხადეთ უარი. რა იყო აი ამ უარის მიზეზი, ესეც მაინტერესებს. აი მათ ჩაკეტეს კარი ასევე იმ სალაროში. როცა ჩვენ რამოდენიმე ადამიანი შევედით უბრალოდ გვენახა, ისიც არ უნდა გაგვიწყდეს რომ დეზინფექცია დაიწყეს ისე რომ გაფრთხილება არ მიგიღია და დილით სუნმა გაგვაღვიძა ამ პრეპარატების და ამას მოყვა ძალიან ბევრი შემთხვევა. პირველი იყო ის რომ გავიღვიძეთ ამ სუნში, მე მოვიდნენ და გითხრეს რომ ახლა დროზე გადით აქედან და 72 საათს ასახელებდნენ რომ უნდა გავსულიყავით. წინა დღეებში ასევე მოსული იყვნენ და როცა გითხრეს ეს 72 საათი, ჩვენ გადავრეკეთ ძალიან ბევრ კომპანიასთან და გავარკვიეთ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. ჩვენ თავაზობდით რომ ალტერნატიულ სივრცეში გადავალთ და არა 5 კვადრატში სადაც სველი წერტილიც არ არის და ასევე როცა იქ გადავყავდით დაცვამ გითხრა რომ საპირფარეშოს გამოყენება თუ გინდათ სახლში წადით და კარი შიგნიდანაც ჩაგვიკეტეს და როცა ქალბატონი მერიდადიანი მოვიდა და გითხრა რომ 72 საათი უნდა დავტოვოთ, მე პირადად დავალაპარაკე კომპანია, რომელიც ეუბნებოდა რომ შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ შეიწამლოს უნივერსიტეტი, სტუდენტები განთავსდნენ მაგალითად მეორე სართულზე, როცა პირველ სართულზე დეზინფექცია იქნება და შემდეგ ისევ შეიცვალოს ეს მდებარეობა. მან ეს არ მიიღო, გითხრეს რომ ჩვენ უკვე გვყავს ჩვენი კომპანია და ეს ესე იქნება და აღარ გვაინტერესებს ეს ყველაფერი და ამის შემდეგ ჩვენი ნივთები ჯერ ხო დაიწყეს შეწამლა და სულმა გაგვაღვიძა, მაგრამ ჩვენი ნივთები, კბილის ჯაგრისები, საჭმელი, ტანსაცმელი, ყველაფერი ნაგვის პარკებში ჩაყარეს და გაიტანეს იქ 5 კვადრატში ეს უამრავი ნივთი, ლეიბები და საბნები და ასე შემდეგ იყო, სადაც ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ სადღაც 30-მდე ადამიანი უნდა გავთავსებულიყავით და პოლიციის გამოძახება უკვე მეორედ როცა მოხდა და დაგვაჯარიმეს, მესამედ ისევ გამოიძახა დაცვის უფროსმა მამუკამ პოლიცია და უკვე გვემუქრებოდა პატიმრობა. ეს ყველაფერი როგორც აღნიშნე ბატონმა გიორგიმ ძალიან კარგად იცოდა და ისევ მის სიტყვებს გავახსენებ რომ მე ვიქნები ადამიანი რომელიც გადაგეფარებათ წინ და მას ეს ყველაფერი არ გაუკეთებია, ამიტომ აშკარაა რომ თუ მის ნების წინააღმდეგ ხდება გამოძახება, მაშინ იქ მაინც უნდა ყოფილიყო და თუ მისი ნების წინააღმდეგ ხდება ამდენი რამე უნივერსიტეტში და მე თავში წავიკითხე ასევე რომ განათლების მინისტრის ბრძანებით ეს კომისია არიღებს ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად ამდენი უკანონობა თუ შენს უნივერსიტეტში ხდება და შენ ხარ რექტორი
მაშინ პასუხისგებლობა იმაზე უნდა აიღო, რომ ეს ადამიანები ამ პოზიციებს აღარ უნდა იკავებდნენ. და ასევე ერთ რამეს დავამატებთ ამ ბოდიში, ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით რექტორის გადადგომას. თავიდანვე ჩვენ რექტორის გადადგომას არ ვითხოვდით. ჩვენი მოთხოვნები გქონდა ხელახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. და შემდეგ დაემატა მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ საჭმელი არ შემოგვაწოდეს, გათბობის უფლება არ მოგცემს და ასე შემდეგ, ჩვენ უკვე მოვითხოვეთ რექტორის გადადგომა, რაც რა თქმა უნდა ძალაში რჩება. როგორ უნდა გაგრძელდეს თემო? მაინტერესებს ნახეთ, უნდა გაგრძელდეს ერთმნიშვნელოვნად სწავლის პროცესი ცხადია, ხო? იქ არიან სტუდენტები, რომლებსაც თქვათ, არ აქვს შეწყვეტილი სტატუსი, თქვენც არ გექნებათ შეწყვეტილი სტატუსი, გადაწყვეტილება მიღებული ამასთან დაკავშირებით, რომლებიც შედიან აუდიტორიებში. როგორ უნდა გაგრძელდეს ერთის მხრივ? უნდა გაგრძელდეს უпростоრე და მაინტერესებს თქვენი პოზიცია, თქვენი ურთიერთობა როგორ უნდა გაგრძელდეს, როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია, პირველ რიგში რომლის ფაქტია, რომ პრობლემაც დგას და როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ეს მოცემულობა დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს. პროტესტი გასაგებია, შესაძლებელია დარჩეს პროტესტად და თქვენ ამის სურვილი ქონდეთ და გააგრძელოთ პროტესტი, მაგრამ მოცემულობა როგორ უნდა გაგრძელდეს? პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და რა ფორმებით გაგრძელდება მაგას ნახავთ ყველა ერთად. ჩვენ სწავლის პროცესს და აკადემიურ პროცესს აქამდე ხელს არ უშლიდით. წინაზე ბატონმა გიორგი შალუტაშვილმა აქამდე რას ნიშნავს? გეგმავთ რომ არა, აქამდე არ უშლიდით ხელს, როდესაც 93 დღის განმავლობაში ჩვენ ვიყავით უნივერსიტეტში, მაგას გულისხმობ. წინა ეთერში თქვა, რომ ბავშვებმა შეუშალეს თავისი პროტესტით აკადემიურ დასწრებას. სირცხვილის დერომ დავამატო, სირცხვილის დერეფნებზე იყო საუბარი და სხვა დანარჩენი სტუდენტები უხერხულობას გრძნობენ და არსი ამონებდნენ. არ არსებობს. და თუ ამბობს რომ ესე იყო, მაშინ მოიყვანოს არგუმენტი ან ფაქტი, როდესაც ჩვენ რომელიმე სტუდენტი სირცხვილის კორიდორში გავატარეთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა სტუდენტთან გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენი მეგობრები არიან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან პატარა უნივერსიტეტი გვაქვს და ასე თუ ისე ყველას ვიცნობთ და ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონდა რომ ისინი შესულიყვნენ და ესწავლათ. არც ერთ სტუდენტს პრობლემა არ შექმნია ჩვენგან ან არაგვეშვა ან სირცხვილის კორიდორი დახვედრო და ან რაღაც მსგავსი. ამიტომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და რაც შეეხება ამ სადიზინფექციო სამუშაოებს მინდა მიუბრუნდე უნივერსიტეტი და ბატონი გიორგი შალუტაშვილი ადმინისტრაცია ამბობენ რომ ზრუნავენ ბავშვებს და სწორედ ამიტომ 72 საათით გვეუბნებოდნენ რომ და გავსულიყავით. და თქვენს ჯანმრთელობას ექნებოდა საფრთხე იმის გათვალისწინებით რომ წერები იყო გავრცელებული. მაშინ ჩვენ ჯანმრთელობაზე როგორ ზრუნავდნენ, როდესაც ჩვენ გვეძინა ჩვენს მეგობარს უთხრეს რომ ძინარეს უთხრეს რომ ეხლა უნდა გახვიდე და თავთან მიუსხა ეს ხსნარი და ჩვენ განა ვინმეს თქმა მან რაღაც გაგვიძა ჩვენ გაგვაგვიძა ხსნარის სუნმა და ეს ყველაფერი კიდევ ერთი უნდა დავამატო პოლიციაზე წინაზე თქვა რომ მარტო ორჯერ იყო გამოძახებული პოლიცია და არავით არის სამჯერო პირველად მინდა დავაზუსტო და ფარდაიხადოს ამ ყველაფერს პირველად მოვიდა პოლიცია გამოიძახეს და მოვიდა და გაგვაფრთხილა რომ მეორე გამოძახებაზე უკვე დავჯარიმდებოდით. მეორეჯერაც გამოიძახა დაცვის უფროსმა პოლიცია დაგვაჯარიმა 45,000 ლარით და მესამეჯერ უკვე დაგვემუქრა პატიმრობა და სწორედ ამის შემდეგ გამოვედით. კიდევ ყურადსაღებია, როდესაც იძახის ბატონი გიორგი, რომ ბოლოს ვიყავით 2-3 ადამიანი უნივერსიტეტში. აქ მინდა დავამატო, რომ დასაწყისში თქვა, რომ პროტესტის დასაწყისში, როდესაც ჩვენ ფოიე დავიკავეთ, თქვა, რომ ერთი კაცის პროტესტიც კი პროტესტია და უნდა მოვუსმინოთ მას. მაგრამ რატომღაც მე არგუმენტად მოყავს 2-3 ადამიანი ვიყავით, მაგრამ 2-3 ადამიანი რანაირად ვიყავით, როდესაც უნივერსიტეტში ბოლო დღეს 9 ადამიანი დაჯარიმდა და 20 ადამიანი გარეთ ვიდექით და უბრალოდ მე პირადად ეთერი მქონდა და ვერ მიუსწარი, მაგრამ ბავშვები იმიტომ აღარ შევიდნენ, რომ უბრალოდ კიდე ზედმეტი ჯარიმა არ დაწერდა და ბიუჯეტი, ხო, კარით საკეტილი იყო და ბიუჯეტი კიდე უფრო არ გაგვიმდიდრებინა და 150,000 ლარის ჯარიმა არ დაგვეწია. ანუ ეს იყო სისულელე, რომ ჩვენ კი დეზინფექციაზეც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რაღაც. კი ბატონო, დაამატენ და შემდეგ ბატონი გიორგი შალუტაშვილი ჩავთოთ პირდაპირ ეთერში. დეზინფექცია როცა დაიწყო, იქ იყო დამლაგებელი, რომელსაც ჩვენ გკითხა რა ხდებაო და უთხარით რომ დაიწყეს დეზინფექცია და ამ ქალბატონმა თქვა რომ მე მაქვს ასთმა, მე მითხრეს რომ აქ მოვიდოდი რაღაც კრებაზე და ეს რომ ცოდნო და არ მოვიდოდი. ეს პირველი შემთხვევა რომ შრომით უფლებებს არ ღვევენ იქ მყოფი ადამიანების, პირველი შემთხვევა რა თქმა უნდა არ არის. და ასევე ჩვენ ქალბატონი ნინო, რომელიც არის უნივერსიტეტის ექიმი, თავიდან
მან გაგვეცნო, რომ არის ამ სადეზინფექციო სამსახურის უფროსი და გასცემდა ბრძანებებს რა უნდა გაგვეკეთებინა და მე პირადად ვიცანი ქალბატონი ნინო, იმიტომ რომ მანამდე მქონია კომუნიკაცია მასთან და მივედი და ვკითხე რომ ქალბატონი ნინო, თქვენ ხართ ჩვენი ექიმი და უკვე უხერხულობისგან მითხრა რომ კიდე რატო გაგვაცანით სხვა ადამიანად თავი და უბრალოდ ხარზე ხელი დადების მითხრა რომ ძალიან გთხოვ სხვა გზა არ არის, ასე გამოვიდა და ეხლა როგორმე იქნებ შევწამო და მალე წავიდე აქედან. ამიტომ ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ შრომით უფლებებს არ ღვევენ თავიანთი მომუშავე პირების, ასევე ამ манипуляციებით ცდილობენ, რომ ასეთ ადამიანებს მე ქალბატონინოს ვიცნობ და ვიცი რა პიროვნებაც არის, აი ამ ქმედებებისკენ უბიძგებენ, რაც უბრალოდ სასაცილოა. და ერთსაც დავამატებ ბოდიში. მოკლედ, ჩავთო თქვენ არ მიდიხართ ასად, რჩებით სტუდიაში, უბრალოდ მივცეთ საშუალება ბატონი გიორგი, როდესაც ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, მივცეთ იმის საშუალება, რომ ისაუბროს რის თქმას სურს და შემდეგ დაგიბრუნდებით. გუშინ წინ გიორგი შაუტაშვილმა თქვა, რომ ბავშვებს 2 საათით თხოვდნენ გარეთ გასვლას და ეს ასე არ იყო, გვეუბნებოდნენ, რომ 72 საათით უნდა გავსულიყავით გარეთ. აი ეს მინდოდა დავემატებინა, დანარჩენ შემდეგ გავაგრძელებთ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, საღამო მშვიდობისა, გესმით ჩემი ხმა. ბატონო გიორგი. დიახ, მესმის საღამო მშვიდობისა. საინტერესოა პირველ რიგში, რატომ მივიდა სიტუაცია აი აქამდე, რატომ ვერ მოხერხდა იგივე ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებამდე გარკვეული კომუნიკაცია თქვენსა და სტუდენტებს შორის იმისთვის, რომ მთელი აი ეს მოცემულობა ამოწურულიყო და პრობლემა თუ გნებავთ ასე დავარქვათ, ამოწურულიყო აკადემიურ სივრცეში. მე ვფიქრობ, რომ არც ახლა აგვიან რომ ყველა ეს პრობლემა, რომელზეც იყო საუბარი და ყველა კითხვაზე ვალდებულები ვართ, რომ ჩვენ პასუხი გავცეთ და გაეცემა. ბევრ კითხვაზე, რომელიც დაისვა და პრობლემაზე გუშინ წინ უკვე გავეცი პასუხი, მაგრამ თავარი ჩემთვის გახლავთ რა. რომ პრობლემა, რომელიც ესე მწვავედი დგა 2 დღის წინათ, დღეს უკვე აღარ არსებობს. რადგან გუშინ მე მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, რომ შემეცვალა ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და შემეცვალა უფრო მსუბუქი ზომით, გაფრთხილებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სტუდენტს ორშაბათიდან უკვე აქვს საშუალება გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში. ეს მიმაჩნია, რომ არის ყველაზე მთავარი, კარდინალურად მნიშვნელოვანი და ყველა დანარჩენი პრობლემა, რომელზეც იყო საუბარი, ვფიქრობ, რომ არა მარტო მოგვარებადია, არამედ აუცილებელია დაიწყოს სწორედ აქტიური კომუნიკაცია სტუდენტებს შორისაც, პედაგოგებს შორის და ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ამჟამად და ახლა ასე ვთქვათ კონკრეტული კითხვა არ გაისმა ჩემს მიმართ ეს კითხვები ვიცი რომ არსებობს ამაზე პასუხებიც არსებობს და მე არ მინდა რომ რაიმე სახის კონფრონტაციის ესკალაცია ოდნავ მაინც დაიწყოს. მე ვფიქრობ რომ დღეს არის უკვე აუცილებლობა დიალოგის ჩვენ უნდა ერთად გავაგრძელოთ თანაარსებობა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწავლა და რასაკვირველია კვლავ ვიმეორებ. მე მზად ვარ გავითვალისწინო, გაგებით მოვეკიდო სტუდენტების ყველა წინადადებას, რომელიც არ შეზღუდავს სხვების თავისუფლებას. ეს არის ჩვენი არა მხოლოდ ჩემი პირადი მზაობა და მე ველოდები ყველა სტუდენტს, ყველა პედაგოგ მასწავლებელს, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით გავაგრძელოთ ურთიერთობა. მე გუშინ წინ განმაცხადე ერთი რამ, რომ ჩვენ გვინდა რომ დავიწყოთ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან და მე ჩემს პირობას ვასრულებ. მე მზად ვარ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ყოველგვარი ასე ვთქვათ წინააღმდეგობის გარეშე მივიღო სტუდენტების ყველა კითხვა და ყველა პრობლემურ საკითხზე დავიწყოთ მსჯელობა. ჩვენ გვაქვს ამისი სივრცე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტელევიზია, სადაც შესაძლებელია რომ ჩვენ გავხსნათ, გნებავთ სადისკუსიო კლუბი, გნებავთ დაუშვათ აი სტუდენტებისთვის ასე ვთქვათ
ბატონო გიორგი, საინტერესოა, რამდენად ხართ მზად, რომ პროტესტის პარალელურად, სტუდენტების მხრიდან პროტესტის გაგრძელების პარალელურად შედგეს, თქვათ, გარკვეული შეხვედრები, კომუნიკაცია თქვენსა და სტუდენტებს შორის და გადაიტანოთ, მოახერხოთ აი ამ მოლაპარაკების უკვე აკადემიურ სივრცეში გადატანა და პროცესის აკადემიურ სივრცეში გადატანა. ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავ, რომ მთავარი მოხერხდეს, რომ არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და პარალელურად არსებობდეს პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც სხვა ადამიანის უფლებებს არ დაარღვევს. მე ვფიქრობ, რომ ეს უპრობლემოდ შეიძლება მოხერხდეს, მზად ვარ, პირდაპირ გეუბნებით, რომ მზად ვარ, ესეთი რამ ხდება მსოფლიოს უამრავ უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ხდება შეთანხმების საფუძველზე. ნებისმიერი სხვა ქმედება, ჩვენ ვმოქმედებთ წესდებით, შესაბამისად, ამ წესდებას უნდა ვემორჩილებოდე მეც და თითოეული სტუდენტიც. მხოლოდ ესე მოვახერხებთ შეთანხმებას, კონსენსუსს, თანაარსებობას, სწავლას, განვითარებას და თავისუფალი აზრის გამოხატვას, რომლისთვისაც გულწრფელად ვიტყვი, ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში, რომ მთელი ცხოვრება მებრძოლა და ჩემი სამეგობრო, საახლობლო, ჩემი სტუდენტობა არის ამის მაგალითი. დიდი მადლობა, ეს იყო მე არ მაქვს კითხვა სტუდენტებთან ისეთი, რომელთაც მე მაგალითად ფართო საზოგადოებას შევაწუხებდი, მე ამ კითხვებს თუ კი ისინი გაჩნდება დაუსვამ პირადად და ჩვენი გადასაწყვეტი იქნება ერთად და იმედი მაქვს, რომ შევთანხმდებით თუ როგორ ფორმატში წარმართავთ დიალოგს. მე მზად ვარ ამ დიალოგისთვის ბოლომდე, როგორც მთელი ადმინისტრაცია. დიდი მადლობა ეთერისთვის და ბოდიშსუხდი მაყურებელს, რომ 2 დღის მანძილზე ამდენი ხით მივიქცეეთ თქვენი ყურადღება. დიდი მადლობა. მადლობა, პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი. სამწუხაროდ კიდევ მქონდა ერთი შეკითხვა, თუმცა არა უშავს. თემო და ნინი, ბატონი გიორგი აცხადებს მზაობას იმისთვის, რომ გაგრძელდეს თქვენ შორის აუდიენცია და მოლაპარაკება დაიწყოს, უფრო სწორედ შეიძლება ასე ითქვას. ის ამბობს, რომ დაიწყებს თქვენთან საუბარს და კომუნიკაციას სუფთა ფურცლიდან, ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან. მზაობას გამოთქვამს ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენს მიერ და თქვენი მხრიდან პროტესტის გაგრძელების პარალელურად მოხდეს ეს კომუნიკაცია და შეხვედრები. თქვენ რა აზრის ხართ, რა პოზიცია გაქვთ და რამდენად გადადგამთ შემხოთ ნაბიჯებს? პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი. თავისუფლება ყველა უკანონო დაპატიმრებულ ადამიანს, ვითხოვთ ასევე ხელახალ არჩევნებს და რექტორის გადადგომას. დიალოგზე წასვლა მას შემდეგ, რაც ჩამოვთვალეთ და კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. მას შემდეგ ცოტა ის საბოლოო გადაწყვეტილებაა? კი, საბოლოო გადაწყვეტილებაა ჩვენი მხრიდან. მას შემდეგ, რაც საჭმელი არ შემოგვაწოდა, მას შემდეგ, რაც ჩანაცვლების უფლება არ მოგვცა, მას შემდეგ, რაც თავის ყოფილ სტუდენტებს და მოქმედ ლექტორს სოლიდარობის ტექსტი არ გამოუქვეყნა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. და რომელზეც თქვა, რომ მორალურად ეწინააღმდეგებოდა მას. მას შემდეგ, რაც სამჯერ გამოგვიძახა პოლიცია, 45,000 ლარით დაგვაჯარიმა და უნივერსიტეტიდან იძულებით გამოგვიშვა. მას შემდეგ მზაობა დიალოგზე მე მგონია, რომ გვიანია უკვე. რაც შეეხება მის სიტყვებს, რომ არ შეიზღუდოს, კიდე მინდა ვთქვა მასთან დაკავშირებით, არ შეიზღუდოს არავის უფლებები სწავლასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ შევზღუდეთ ჩვენი პროტესტით ვინმეს უფლებები, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი ნებისთვის. ყველას უნდა ქონდეს თავისუფალი ნება და ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცას სწავლის უფლება არ ქონდეს ან რაიმე მსგავსი და თვითონ თუ ასე ზრუნავს და აწუხებს სხვა სტუდენტების სწავლის გაგრძელება, ჩვენ თავიდან როდესაც შევედით რექტორთან შეხვედრის მოთხოვნით, რომ სოლიდარობის ტექსტი დაეწერა.
თუ ჩვენ არ ვქონდა დაგეგმილი 83 დღე რომ იქ დავრჩენილიყავით. თვითონ ამ მიზეზით მაინც დაეწერა სოლიდარობის ტექსტი იმ ხალხისთვის, ვისთვისაც ვთხოვდით. და აი ეს მინდოდა მეთქვა იმის ჩართვასთან დაკავშირებით. ნინი, მაინტერესებს როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ბოლოს შეკითხვა არის და შემდეგ დაგემშვიდობებით, როგორ განვითარდება პროცესები და როგორ გესახებათ დიალოგს აქვს ალტერნატივა ამ შემთხვევაში? ნახეთ, ის როცა ამბობს, რომ პრობლემა აღარ არსებობს, მე მანამდე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს გაფრთხილება. ეს გაფრთხილება არის დაუსაბუთებელი და ეს ყველაფერი და მათი მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირველ რიგში ეხება ჩვენს ღირსებას. და თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს, ღირსება დგას პირველ ადგილზე, ხო? ადამიანის ცხოვრებაშიც, კონსტიტუციურადაც ასეა. ამიტომ ის, რომ ამდენად ლახავს ჩვენი უნივერსიტეტი ჩვენს ღირსებას და ჯერ კიდევ გვიტოვებს გაფრთხილებას, რაზე ოღონდ არ ვიცით, რომელ მოლაპარაკებებზე უნდა ვისაუბროთ უბრალოდ ცხადია, რომ იმ სივრცეში უნდა გვაქვს მისთვის მოთხოვნა, რომ ეს ყველაფერი გაგვაგებინოს, ასევე ველოდებით პასუხს. და მე ბატონ გიორგის ეგეთ რაღაც მინდა ვუთხრა, რომ ფინალურზე, რომელიც წლის ბოლოს უნდა იყოს, მე უნდა მეთამაშა ანტიგონე ნაწყვეტი. და უნივერსიტეტი, რომელმაც მომცა ანტიგონე ნაწყვეტად სათამაშო, ანტიგონეზე რომ მოკლედ რომ ვთქვათ, არის ადამიანი, რომელიც იბრძვის თავისი ღირსებისთვის და მორალისთვის. და ქვეყნის მმართველი მას ეუბნება, რომ კანონი ამ ყველაფერზე მაღლა დგას. მე ბატონ გიორგის მინდა ვკითხო, როგორ უნდა ვესაუბრო მას ანტიგონეს, როგორ უნდა წარმოვუჩინო ანტიგონე, როგორც სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის მებრძოლი გოგო, თუ რომელი მხარეა მართალი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება მორალს, თუ გოგო, რომელიც ეწირება მის თავის მორალს, თავის ღირსებას და ამისთვის იბრძვის ბოლომდე. ამიტომ მინდა ვთქვა ისიც, რომ თუ მოლაპარაკებებზე საუბარი მათ უნდათ, პირველ რიგში ვისაუბრობთ იმ ხუთ ადამიანზე, რომელმაც ჩვენ პირველ რიგში მოგვაყენა მორალური ზიანი და მეორე რიგში მიიღო არაპროპორციული გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება თავიანთ კანონებს. ამიტომ ეს ამ ადამიანებმა, იმას ვიტყვი, რომ ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ თავიანთი დაკავებული პოზიციები და ბატონმა გიორგიმაც თავის შეცდომებზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თავისი პოზიცია. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ თემა თუ შეიძლება. მოკლედ ვიტყვი, ამ კანონთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ 28 თებერვალს მიიღეს ეს კანონმდებლობა უნივერსიტეტში და 1 მარტს უკვე მოვიდნენ ჩვენთან და ამ კანონებით და საიტზე არ იყო დადებული და ამით გაგვასაჩრეს. ანუ შერჩევითი სამართალია და მოგვარგეს ეს კანონები. თემო და ნინი დაასრულებ. დავასრულებ. უბრალოდ ერთი რაღაცის თქმა მინდა, რომ გუშინ წინ თქვა გიორგი შალუტაშვილმა, რომ ის არის გულნატკენი ჩვენი მხრიდან და მაინტერესებს და მინდა უთხრა, რომ აბსტრაქტულ ცნებებით ნუ გვესაუბრება, იმიტომ რომ გულის ტკენა იმასთან შედარებით ძალიან ცოტა, როდესაც ჩვენს მეგობრებს, სტუდენტებს ხელით აგდებდა დაცვა გარეთ, როდესაც საჭმელს არ გვაწოდებინებდით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც არ გვაძლევდით იმის საშუალებას, რომ გათბობა შემოგვეტანა და თავი გაგვეთბო, როდესაც სამჯერ გამოიძახეთ პოლიცია, როდესაც მივიღეთ უამრავი შეურაცხყოფა, როდესაც გვეძახეთ რწყილიანები და სუნიანები, როდესაც დაგვაჯარიმეთ 45,000 ლარით და როდესაც გამოგვაგდეთ უნივერსიტეტიდან და ჩვენ მოგვაყენეთ მორალური ზიანი, ამის შემდეგ მე მგონი გულის ტკენაზე საუბარი ცოტა ზედმეტი არის. და კიდევ მინდა დავუმატო ერთი რაღაც, რომ ჩვენ ვითხოვთ, რომ პატიმრების მშობლებს დაუთმოთ ეთერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და მე იმედი მაქვს, რომ მათ თემო, ეთერის დათმობის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამოვწუროთ ეს თემა. თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი შეკითხვები, დრო ამოიწურა, ნინი, დრო ამოიწურა, შემდეგი სტუმარი გველოდება, პირდაპირ ეთერში უნდა ჩავთოთ უკაცრავად. აუცილებლად გავაგრძელებთ კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, თეატრალურ უნივერსიტეტთან, რექტორთან, ასევე გავაგრძელებთ კომუნიკაციას თქვენთან, მივყვებით ამბების განვითარებას, კიდევ მოგიწევთ საომალოდ ჩვენთან სტუდიაში, ძალიან ბევრი შეკითხვა ხვები გაქვთ რექტორის მისამართით, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ალბათ კომუნიკაციას ალტერნატივა და მოლაპარაკებას არ აქვს. ეს შეკითხვები მან უნდა მოისმინოს პირადად თქვენგან. დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, თემო ვაჭარაძე და ნინი გოგია იყვნენ სტუდიის სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით.